საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით. 2 მილიონი ხომ არ გესიამოვნებოდა? ძალიან გესიამოვნებოდა ყველას. ნამდვილად და ამის შანსი და საშუალება ნამდვილად გვაქვს, რომ შევეთამაშოთ 2 მილიონს და გავხდეთ აი ამ არაჩვეულებრივი თანხის მფლობელები, იმიტომ რომ საქართველოს ეროვნულ ლოტარიაში ლოტო 652-ის ფარგლებში სწორედ ეს არაჩვეულებრივი თანხა თამაშდება და კი ბატონო, აღარ ვინ შეიძინეთ ბილეთები, აბა თქვენ იცით. წარმატებას გისურვებთ, აღარც დავასახელებთ თანხას, სულ რამოდენიმე ლარი აკლია 2 მილიონამდე და ფაქტობრივად ჯეკპოტი 2 მილიონია და მეორე კატეგორიაც არაჩვეულებრივად ჟღერს და გამოიყურება 142,000 ლარს გასცდა, შესაბამისად შანსები გვაქვს ძალიან დიდი, თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებას და არ დავაყოვნოთ თარგმნას. არ დავაყოვნოთ, ბუნებრივია ხო ყველას ის საინტერესოს როგორი იქნება ის ციფრთა კომბინაცია, რომელსაც დღეს ჩვენი ლოტოტრონი შემოგთავაზებს, ამიტომ დრო აღარ გავწელოთ და პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. მოდი ზურაბ. გთხოვ. კარგად. მე უკვე შეულოცე. 3, 2, 1. და ავახმაურეთ ჩვენი ლოტოტრონი. აბა ნახოთ რა სიზამს იმედი მაქვს რომ გაგახარებთ. კომბინაცია შემოგთავაზებს დღეს ჩვენი დიდებული ლოტოტრონი. წამოვიდა ნომერი პირველი მომგებიანი ბურთი და ის გახლავთ ნომერი 18. 18-მა გახსნა დღევანდელი ციფრთა კომბინაცია და ველოდებით უკვე მეორე მომგებიან ბურთს. ისევ მწვანე ფერი, ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალი 40 შემოგთავაზა. ჩვენმა ლოტოტრონმა და რა იქნება მესამე მომგებიანი ბურთი? წითელმა მე რა დავაშავეო და 20 შემოგორდა, ესე იგი რგვალი რიცხვები გვაქვს 40 მოკლა 20 ვნახოთ ისევ რგვალ შემოგთავაზა არა წყვილი შემოგთავაზა სამაგიეროდ და ისევ მწვანე ფერი შემოზურა 11 შემოგთავაზა ამ შემთხვევაში მოთავს და უკვე დანიშნულების ადგილზე და აი კიდევ ერთი მომგებიანი ბურთი გამოგვეცია დააბალანსა მწვანე წითელი და 25 შემოგორდა მომგებიან ბურთად და ვნახოთ უკვე მეექვსე მომგებიან ბურთად რა შემოგთავაზებს ჩვენი ლოტოტრონი და ლურჯმა გააგრძელა. გააგრძელა 36-ით და ვნახოთ უკვე ბონუს რიცხვი რა იქნება, აი ისიც მობრძანდა და მოკალათ და დანიშნულების ადგილზე ეს გახლავთ 41. კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ. გადავიმეოროთ აუცილებლად. ვიწყებთ 18-ით, ვაგრძელებთ 40-ით, 20, 11, 25 36 და ბონუს რიცხვი გახლავთ 41 და იმედია რომ თქვენ ახლა ძალიან ბედნიერი ხართ და ჩვენ ყოველ შემთხვევაში ძალიან გვსურს აგერ უკვე რამდენი ხანია ნატრობთ რომ გათამაშდეს ჯეკპოტი, გავახაროთ ადამიანები, ან ერთი ადამიანი რომ მალე უნდა გათამაშდეს. ჩვენ შენს პროგნოზებს აკეთებ ხოლმე, მაგრამ მე არასდროს მithქვამს და რაღაცნაირად აი განცდა მაქვს იმისა, რომ ეს დღე ჰა აუცილებლად დადგება, შეიძლება ეს დღე დღესაც არის. იცით რაშია საქმე? განცდა, როდესაც დაგეუფლებათ, რომ შეიძლება თქვენ იყოთ ის ადამიანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს, აუცილებლად ერთი რაღაც არის გასაკეთებელი. ბილეთი ხომ მინიმუმ უნდა გქონდეს გათამაშებიდან გათამაშებამდე. ერთი მაინც ხომ უნდა გქონდეს. ამიტომ ამისთვის არსებობს რამოდენიმე გზა. ერთი არის ყველაზე მარტივი, ეს არის lotto.gi, შედიხართ და ავსებთ ონლაინ თქვენთვის სასურველ კომბინაციას და ასევე საქართველოს ეროვნული ლოტარიის სერვის ცენტრებს შეგიძლიათ მიმართოთ ლოტოს ჯიხურებს. მოკლედ მრავალფეროვნება არსებობს. არჩევანი დიდია. ნამდვილად საჩეიძეთ ბილეთს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ გახსოვთ რომ სამშაბათს და პარასკევს ჩვენ ხდებით ხოლმე ერთმანეთს და ერთი ბილეთი მაინც ან ორი კვირაში არის აუცილებელი წინაპირობა იმისა რომ გავხდეთ 2 მილიონის მფლობელები და სხვათა შორის იმ ადამიანებმა რომლებმაც დღეს მოიგეს მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე კატეგორიაში საჩეიძინეს ბილეთები არ ვიცით, მაგრამ ნამდვილად ითამაშეს და მესამე კატეგორიაში გავათამაშეთ 2700 ლარი ორ ადამიანზე 1350 ლარმა შეადგინა მოგებამ ბილეთზე. და მეოთხე კატეგორიაში ყავს 4 გამარჯვებული 1868 ლარი გაიყო ამ 4 ადამიანმა, ბუნებრივია ჩვენ თითოეულ მათგანს ვულოცავთ. მათ ნამდვილად შეიძინეს ბილეთები და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ასე გააგრძელებთ, იმიტომ რომ შანსი იმისა რომ აი ამ ძალიან მსხვილი თანხების მფლობელები გახდეთ, ბუნებრივია არსებობს კვირაში ორჯერ, ამიტომ ითამაშეთ აუცილებლად სტაბილურად. თუმცა ჯერ მეორე კატეგორია და ჯეკპოტი გაუთამაშებელია. ამიტომ იგებს ის ვინც თამაშობს. მოგება რა თქმა უნდა შეუძლია ყველას. ბედნიერად.